იმიტომ რომ შესაძლოა 27 ოქტომბრამდე პოლიტიკური ცვლილებები მოხდეს. ებრაელი ყოფილი პოლიციის უფროსი შესაძლოა მალე გახდეს მეორე ნომერი კანდიდატი არაბულ ისლამისტურ პარტიაში. იეშატიდის დეპუტატი იოავ სეგალოვიცი გავრცელებული ინფორმაციით ემზადება თავისი პარტიის დატოვებისთვის და მანსურ აბასის რამთან ერთად კენჭი იყაროს. არიელ ლაპიდის იეშატიდი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის ხელმძღვანელობით შეუერთდა ცენტრისტულ მემარჯვენე ბლოკს. და მიუხედავად იმისა, რომ 2021-22 წლებში ხელმძღვანელობდა მთავრობას, რომელშიც რამიც შედიოდა, ბენეტი ამბობს, რომ მისი შემდეგი მთავრობა 7 ოქტომბრის შემდეგ მხოლოდ სიონისტურ პარტიებს მოიცავს. მოსალოდნელია, რომ სიგალოვიცი აბას შეხდება მომავალ კვირას შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, რათა საბოლოოდ დაასრულოს ეს ნაბიჯი. და თუ ეს განხორციელდება, ის გახდება რამის პირველი ებრაელი კნესეთის კანდიდატი. რადგან აბასი ცდილობს პარტია უფრო ფართო ებრაული არაბული პოლიტიკური ძალად აქციოს. რამი ისტორიულად იყო არაბული ისლამისტური პარტია, მაგრამ ებრაელი კანდიდატის დამატება შეიძლება პარტიის მიმართ ებრაელი ამომრჩევლების ინტერესს გაზრდის. თუ პირიქით, შეიძლება დააფრთხოს ზოგიერთი არაბი ამომრჩეველი. შეიძლება, მაგრამ ნიკოლ, რა არის мотиваცია და ეს არის ამ ყველაფრის ყველაზე საინტერესო ნაწილი და ყველაზე ადვილად არასწორად გასაგები. იოავ სეგალოვიცის პარტიაში მოყვანა სინამდვილეში ებრაელი ამომრჩევლების მოსაზიდად არ არის განკუთვნილი. ეს განკუთვნილია არაბი ამომრჩევლების მოსაზიდად. ეს არის ადამიანი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ თავად არ მოდის მემარცხენეებიდან, თუ ზუსტად ვიტყვით, ან ისრაელის მკაცრი მემარცხენეებიდან, ძალიან პოპულარულია პოტენციურ არაბ ამომრჩევლებს შორის. მანსურ აბასი ზმან ისრაელის ვებგვერდის ინფორმაციით, მან არაბ ამომრჩევლებს შორის ჩაატარა გამოკითხვა და მისცა 5 ან 6 ებრაელი პოლიტიკოსის სია და ჰკითხა, რომელ მათგანს მიიჩნევდით ყველაზე მიმზიდველ კანდიდატად. და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო 5 ან 6 ადამიანის სია, სეგალოვიჩმა მიიღო ხმების 75%. ეს მიზნად ისახავს არაბი ამომრჩევლების ხმების მოპოვებას. ეს არ არის ებრაელი ამომრჩევლების ხმების მისაღებად განკუთვნილი. და რატომ არის ის ესეთი პოპულარული? იმიტომ რომ ის იყო წამყვანი ფიგურა ისრაელის პოლიციაში და ცნობილია როგორც ყველაზე ეფექტური, როგორც პოლიციაში, ასევე მთავრობაში, არაბულ სექტორში ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. და მიუხედავად იმისა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში პოლიტიკური და გეოპოლიტიკური საკითხები არსებობს, არაბულ თემებში საშინელი ძალადობრივი დანაშაულის პრობლემა ბევრ ამომრჩევლისთვის ყველაზე მწვავი საკითხია. და მათ დაინახეს, რასაც ისინი ხედავენ, როგორც სეგალოვიჩის ეფექტურობას ამ პრობლემასთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ არის ის ადამიანი, რომელიც შეიძლება დაეხმაროს არაბული ხმების მოპოვებაში, რადგან რამ სხვა არაბულ პარტიებთან კონკურენციაშია და ეს ბევრად ნაკლებად ეხება ებრაული ხმების მოპოვებას. ეხლა მანსურ აბასი ამბობს, რომ იმედოვნებს ეს რამს უფრო მისაღებს გახდის კოალიციურ პარტნიორად, ასე თუ ისე სხვა პარტიებთან. არ ფიქრობ, რომ ამას დიდი პერსპექტივა აქვს. ეს პარტიები, იქნება ეს ნაფტალი ბენეტი, იქნება ეს გადი აიზენგოტი პარტიების ლიდერები თუ სხვები, ისინი მყარად დგანან თავიანთ პოზიციებზე რამთან დაკავშირებით. და არ ფიქრობ, რომ ებრაელი კანდიდატის დაკენება თუნდაც მეორე ნომრად, თუნდაც ისეთი პატივსაცემი ადამიანის, როგორიცაა სიგალოვიჩი, იქნება რამე ისეთი, რაც შეცვლის ამ პარტიების ძალიან გამყარებულ პოზიციებს. მაგრამ რაც შეეხება არაბული ხმების მოპოვებას, სწორედ აქ ფიქრობს მანსურ აბასი, რომ ეს შეიძლება ეფექტური იყოს. თუმცა მართალი ხარ ნიკოლ, არიან მხარდამჭერებში ისეთებიც, ვინც ფიქრობს, სწორია თუ არა ეს ნაბიჯი. მაგრამ აბასი იმედოვნებს, რომ ამით ბევრად მეტი ადამიანი შეუერთდება. ამით შეგიძლია განარცო ის, რასაც ოუენი ამბობდა აქ. პარტიათა სიების უმეტესობამ თავიდანვე უარი თქვა ახალ მთავრობაში არაბულ პარტიასთან გაერთიანებაზე. ან სულ მცირე განაცხადეს, რომ მხოლოდ სიონისტურ პარტიასთან გაერთიანდებიან. თუ რა ამის პარტიაში ახლა ეყოლებათ ებრაელი დეპუტატი, შეიძლება ეს ვინმეს აზრს შეცვლიდეს. მიხარია, რომ ოუენს არ ვეთანხმები. რადგან სხვა შემთხვევაში ზედმეტი ვიქნებოდ. არასდროს. ეხლა აღარასდროს მთხოვრო შენს გადაცემაში მოვიდე. ონი ტაქტიკურად მართალია, მაგრამ მანსურ აბასი სტრატეგიულად აზროვნებს. ის ამას არ აკეთებს იმისთვის, რომ მეტი არაბი ხმა ან ზოგადად მეტი ხმა მიიღოს. რასაც ის ცდილობს და სეგალოვიჩს შესაძლოა იგივე განწყობა კონდეს, მას უნდა რომ სეგალოვიჩი იყოს ადამიანური ხიდი. ჩვენ ამ ომში ადამიანურ ფარებზე ვსაუბრობდით. სეგალოვიჩს აქვს პოტენციალი. შესაძლოა ის ერთადერთია, ვისაც ადამიანური ხიდის პოტენციალი აქვს. არა მხოლოდ ისრაელის, ან უფრო ფართო ისრაელის საზოგადოებასა და არაბულ სეგმენტებს შორის, არამედ ქნესეთში დაახლოებით 60, შეიძლება 59 მანდატს შორის, რაც უმრავლესობას აკლია და იმ 5 ან შესაძლოა 8 მანდატს შორის, რომლებიც აქამდე დაბუდადებული იყო, თუ ისინი შეუერთდებიან, ეხლა თუ სეგალოვიჩი იქ არის და ის არის მათი კანდიდატი, მაგალითად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის პოსტზე, ის ვერ იქნება ნეთანიაჰუს ან სხვების მიერ წარმოდგენილი, როგორც უვარგისი ამ პოსტისთვის. ცხადია, ის ბუნებრივი კანდიდატია. ასე რომ თუ ეს განხორციელდება
და აბას მართებს აჩვენოს, რომ ის სერიოზულია, აბასი წარმოჩნდება როგორც ალქიმიკოსი, რადგან ის ჰაერიდან ოქროს ქმის. კარგი, თქვენ ორივემ საინტერესო მოლოდინი დაგვიტოვეთ მოახლოებული არჩევნებისთვის, რომელიც არასდროს არის მოსაწყენი სეზონი. ამირ ორან და უინ ალტერმან, მადლობა რომ იყავით ჩემთან i24 News-ის სტუდიაში. მადლობა. ნიკოლ